იცი რა არის საინტერესო? მოქმედება და ცოდვა. მოქმედება ქცევის ნორმებს გულისხმობს მოქმედება, ხო, მორალური ქცევის ნორმებს. და როცა ლაპარაკი არის ბიბლიაში ცოდვაზე, მანდ ახლა პატარა ცოდვა, დიდი ცოდვა, ცოდვა არის. და ცოდვის გამო არის ადამიანი, რომ მოქმედებს არასწორად და პირველ რიგში ეს ცოდვა მიმართული არის საითგან, იცი რომ დაშორებულია ადამიანი ღმერთს. თავარი ამოსავალი დებულება კარგად უნდა გააზრებული იქნას, თორე ისე აგვერდავერევა მთელი სიტუაციები. ესე იგი ის რაც ბიბლიაში მოცემული არის, ეხება ცოდვადაცემულ ადამიანს, ცოდვა ესე იგი არის ობიექტურად არსებული რამ და ეს ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანი მთლიანად შორდება ღმერთს. აი ეს არის ცოდვა. ის დანარჩენები, რასაც თქვენ აკეთებთ, რაღაცა ეს შემოტანილი ყოფით იმაში, მაგას უფრო სხვა ტერმინები შეიძლება შესადაგებოდეს, მაგალითად, სწორი არის მოქმედება თუ არა. ეს არაფერი კავშირში არ არის ცოდვასთან. ეს არის არჩევანი არის შენი გაკეთებული მოქმედებიდან გამომდინარე და შეიძლება შეფასდეს როგორც საუკეთესო ვარიანტი. მაგრამ როდესაც შენ ურთიერთობა აბსოლუტურად ღმერთთან დაშორებული გაქვს, შენ არ ცნობ ღმერთს შენს მხსნელად და უფლად, შენ ისევ ცოდვაში რჩები და ცოდვაში თუ რჩები, მაშინ მთლიანად განსაზღვრული ხარ, შენი მოქმედებები აბსოლუტურად ყველაფერი ცოდვასთან არის წინაყარი და ყველა ვარიანტში დაიღუპები. ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიროვნება, რომელიც არ იცნობს ქრისტიანობას, არ იცნობს იქითა ქვეყანას და საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რომ არსებობს იქითა ქვეყანა და არის ათეისტი, ის არ აღიარებს არაფერს ღვთაებრივს. მისი მოქმედებები, როგორადაც არ უნდა კეთილად მოქმედებდეს, ის მაინც ცოდვაში რჩება. იმიტომ რომ მას ღმერთთან არ აქვს კავშირი. არანაირი ურთიერთობა მას ღმერთთან არ აქვს. ამიტომ ჯერ ქრისტიანი ასე უყურებს საკითხს. არა ისე როგორც ვთქვათ მართლმადიდებლობაში არის. მართლმადიდებლობაში ეს ყველაფერი არის ეთიკურ ნორმებზეა დაყვანილი. ესე იგი საეკლესიო ეთიკური ნორმებს გვთავაზობენ, ვთქვათ მართლმადიდებლური ეკლესია ამ წუთში საქართველოში, როგორც კომუნისტები გვთავაზობდნენ თავიანთ მორალს და ეთიკას. ყველა ქვეყანას, ყველა წყობას აქვს თავისი მორალური მოქმედებები და ეთიკა, ხო? ცენტრიდან მოდის, ვთქვათ, ვინ არის სათავეში, იგი განსაზღვრავს ყველაფერს, რა შეიძლება, რა არ შეიძლება და საზოგადოებაში იმის დამიხევით, რა რაოდენობით ცხოვრობს მოსახლეობა, კანონიც მასზეა დამოკიდებული. 3 მილიონ კაცში სხვანაირი კანონები მოქმედებს და 300 მილიონში სხვანაირი. რატო? 300 მილიონი მაცხოვრებელი სადაც არის, იქ ფართო სპექტრი არის ყველაფრის, სოციალური, პოლიტიკური განებავთ და ყველანაირი ინსტიტუტების და მოკლედ სამსახურები იქ ბევრი არის. ვიდრე მაგალითად სადაც 3 მილიონი ცხოვრობს. ვთქვათ თბილისი აიღეთ და აიღეთ რომელიმე პატარა სოფელი. 25 კაციანი, ხო? ხევსურეთის, მაღალმთიანი, სვანეთის. ერთ და იგივე არის ეს პირობები, სად უფრო ვრცელდება ახლა ეს მეტი კანონები, ვიდრე ძირითადი რა თქმა უნდა სოფელშიც ხდება, მაგრამ იმის გამო რომ სვანეთში არაფერი არ ხდება, იქ სამსახურების დონეზე არ არის, სამუშაოს კანონები, ის იქ არ გავრცელდება და არ არის ეგ. არ აგერიოთ ერთი რამ. ჯერ უნდა გაარკვიოთ, რამდენად ხართ თქვენ ცოდვაში და ცოდვა როგორც გითხარით, ეს არის სწორედ ისეთი მდგომარეობა, რომელიც აღარ ცნობს სამყაროს შემოქმედს, არ აქვს მასთან კავშირი და მთლიანად სულიერად მკვდარია ადამიანი. ესე იგი, სულის მეშვეობით არის, რომ კავშირი აქვს ღმერთთან ადამიანს. ცხოველებს არავის არ აქვს კავშირი ღმერთთან. ცხოველს სული არ აქვს, სამშვინველი აქვს, დუშა. მაგრამ დუხ, როგორც ასეთი, მათ არ აქვს. ხო და აი ჩვენ სამივე გვაქვს. სხეული, სამშვინველი და სული. ხორცი, ესე იგი. და აი 60 ბაღში, როდესაც ლაპარაკი არის სიკვდილზე, ცოდვა რო შემოვიდა, ეგ იმას ნიშნავდა, რომ ღმერთთან კავშირი აღარ არის. სულიერად ადამიანი რომ მოკვდა, აღარ აქვს ღმერთთან კავშირი. როგორც ცოცხალ ადამიანს, ვთქვათ, ფიზიკური მაგალითი რომ მოვიყვანო, სანამ ცოცხალი ადამიანი ცოცხალთან ურთიერთობს. როცა გარდაიცვალება, მას აღარ აქვს კავშირი ცოცხალ ადამიანთან, ვთქვათ, თავის ახლობელთან თუ ვიღაცასთან. აი ესეთ მდგომარეობაში არის ცოდვადაცემული ადამიანი, იგი მკვდარია სულიერად და წამოვიდა ესე და სამშვინველით ურთიერთობს ყველაფერთან. როგორც აი მაგალითად ცხოველი. ცხოველი სამშვინველი რო არ კონდეს, დუშა, იგი ვერ გადაადგილდებოდა, განცდები არ ექნებოდა, ემოციები მასაც აქვს. ასევე მცენარეებსაც აქვს დუშა, რაღაცნაირი სპეციფიური გაგებით. და არ შეგვეშინდეს ამის ცოდნისა, სული არ აქვს მათ, იმიტომ რომ ისინიც იზრდებიან, სიცოცხლის ფორმები არიან. ყველაფერი ის რაც იზრდება, მოძრაობს, ან ერთ ადგილზე არის და განიცდის ევოლუციას,
სამშვინველის მეოხებით აკეთებს ამას. ესენი ღმერთს ვერავინ ვერ უკავშირდება. მხოლოდ და მხოლოდ ადამიანს შეუძლია, მაგრამ ღმერთს ადამიანიც დაშორდა და მოკვდა სული და სამშვინველი გამოყვა. ქართულ ენაში არეულია სამშვინველი სული და ხშირად ყველაფერზე ქართველი ეძახის სულიერი. დააკვირდით, არავინ ისე ხშირად არ ხმარობს სულს როგორც ქართველი. რუსებს დაყოფილი აქვთ დუშა, წელო, დუშა, დუხ. და როცა ბიბლიაზეა ლაპარაკი, რა მოკვდა? სამშვინველი რომ მომკვდარიყო, ჩვენ ვერც გადავაადგილდებოდით და ვერც ვერაფერი. ჩვენში მოკვდა სული, ისევე როგორც ძაღლში სული არ არის და ძაღლი კავშირში არ არის ღმერთთან. არანაირი კავშირი ღმერთთან ძაღლს არ აქვს. მშვინვიერი არსება არის. აი ასეთ მდგომარეობაში ადამიანი, როდესაც იგი ღმერთს დაშორდა. სული მოკვდა, ხორცი გვაქვს, სამშვინველი გვაქვს და დააკვირდით რა განსხვავება ვიღაცა იტყვის ძაღლსა და ადამიანს შორის. ძალიან დიდი. ჩვენც კავშირი არ აქვს ღმერთთან, სანამ ვიმყოფებით მშვინველ მდგომარეობაში მხოლოდ და სულიერად მკვდარი ვართ, მაგრამ ძაღლისგან ის განსხვავება, რომ ჩვენ გვაქვს ინტელექტი, გონება. აი გონების მეშვეობით, სამშვინველის დახმარებით და სხეულიც გვაქვს, ჩვენ მივდივართ იმ რწმენამდე, რომ გვჭირდება გამომსყიდველი. ძაღლს არ ჭირდება ეგ. აი ამის მეშვეობით მივდივართ ჩვენ მაცხოვართან იესოსთან და მასში რწმენის მეშვეობით ხდება გამართლება ჩვენი ცოდვებისა და ჩვენი სულის გაცოცხლება. ეს ახლა როცა ვლაპარაკობ, ერთ შეხედვით თქო ზღაპარად ჩანს, ხო? ეხლა გაუცნობიერებელი კაცისთვის, ვინც არაფერი არ იცის საერთოდ. ეს ახლა არის როგორც აი ზღაპარი. და ზღაპარი როგორ იცი? ეს ფანტაზიები და არ არის ესე. ამას გვეუბნება ჩვენ სამყაროს პატრონი. მე მგონი ყველაზე დებილიც კი დღესდღეობით აღიარებს, რომ სამყაროში არის ღმერთი. პრობლემა ის არის, რომელ ღმერთს აღიარებს ესა თუ ის პიროვნება. ჩვენ ბიბლიის თანახმად ვაღიარებთ ცოცხალ ღმერთს, ერთია მხოლოდ, არც მუსულმანების ღმერთს ვიღებთ, მუსულმანებთან არ მოსულა ღმერთი და ცოდვა არ გამოუსყიდია, იმიტომ რომ მუსულმანებთან ცოდვა არ არის როგორც ასეთი, ხო? თავდაპირველყოფილი ცოდვა მუსულმანებს არ აქვთ და გამოსყიდვაც აქედან არ არსებობს. ამიტომ მაგათთან არის მორალი, დაიყვანება ისლამი მორალზე, კარგად მოიქეცი, 60 გარანტირებული გაქვს. ახლა აღთქმაში კარგად მოქცევა არ ნიშნავს 60-ის გარანტირებას. თუ შენ არ გაცოცხლდი, სული არ აღსდგა და ღმერთთან ურთიერთობა არ გაჩავა, მაშინ შენი კარგი კეთილი საქმეებით ვერ გადარჩევი. იმიტომ რომ კეთილი საქმეების რო აკეთებ, ეს იქიდან კი არ არის რომ ღმერთით მოქმედებ და ასე შემდეგ. ეს არის უბრალოდ შენი უშიშროებისათვის. რატო აკეთებს ადამიანი ამა თუ იმ კეთილ საქმეს? პირველ რიგში თავისი უშიშროებისათვის, ხო? მოტივაციები განაპირობებს ჩემ ქცევებს, სიღრმისეული მოტივაციები. ამიტომ იძახის მაცხოვარი რომ აი თუ ტრაბახობთ ამ კეთილი საქმეებით, განაკეთილი საქმეებით შეიძლება თქვენ გადარჩეთ, როცა მშვინვერი ხარ და მკვდარი ხარ. პრობლემა არის ჩვენი სულის გაცოცხლება, ღმერთთან ჩართვა და ცხოველს ეგ არ შეუძლია, მცენარეს ეგ არ შეუძლია. მე ხომ გითხარით, სამშვინველი როგორც ასეთი, მქვას არ აქვს მხოლოდ, მაგრამ ის რაც იზრდება, ხარობს, მცენარეებიც ეგრეა, ცხოველები და ცხოველებში არის დიფერენცირება, არის მაღალი ინტელექტის ცხოველიც, ხო, ბევრ ამას რო გრძნობს და უფრო ჭკვიანია ვიდრე დაბალი ფორმის წარმომადგენელი ცხოველები. არიან ცხოველთა სამყაროში ძალიან ჭკვიანები და ესენი, მაგრამ მათ არ აქვთ გონება, რომელიც მათ არ აქვთ აზროვნება, შემეცნება, თვითშემეცნება, არ აქვთ წარსული, აწყო, ვერ ორიენტირებენ. ისინი ინსტინქტებით მოქმედებენ. ესე იგი, ისინი მათ სული არ გააჩნიათ. მათ აქვთ სამშვინველი. ქართულში არის სიტყვა სამშვინველი, ამას არავინ არ ხმარობს, იშვიათად ხმარობენ. სხეული, სამშვინველი და სული. ისევე როგორც რუსებს. დუხ, დუშა, იწელო. და ყოველდღიურ ხმარებაში, აბა მითხარით, ვინმე ხმარობს სამშვინველს, არეული აქვს, ყველაფერზე უძახა სულიერი. და ბიბლიის ამოსავალი ის რა არის, იცით, რა დაიკარგა ჩვენში? სული მოკვდა. ეხლა თქვენ გონება გაქვთ, ინტელექტი გაქვთ და სამშვინველი გაქვთ. სამშვინველი არის ყველაფერი ის, რითაც ლაპარაკობთ, აი ხუთი გრძნობა, ყველაფერი სამშვინველში არის. და 60-ის ბაღში სული მოკვდა. ადამი და ევა რო უთხრა რომ არ მოკვდებითო, ეს მოკვდნენ მართლა. სული მოკვდა და მე ფიზიკურად დრო უნდა მას ენტროპია რო წავიდა და 930 წელი იცოცხლა ადამა და მაინც მე გავიდა. შესრულდა ეს წინასწარმეტყველება. ქრისტემ სწორედ ეგ გააკეთა. აღადგინა ურთიერთობა ცოდვით დაცემული ადამიანის ღმერთთან და მას მერე რაც ცოდვა გამოსყიდული იქნა თავად მაცხოვრის მიერ. ისე ადამიანი ამას ვერ გამოისყიდიდა.
ცოდვა არის ისეთი მდგომარეობა, როცა ადამიანი ღმერთთან აღარ კონტაქტობს, იმის გამო რომ სულიერად მკვდარია. იყო ცოდვილი ადამიანი ნიშნავს სულიერად ახრა მკვდარი. თქვენ მაშინ გახდით სულიერი, როდესაც იესო ქრისტეზე ინფორმაცია მიიღეთ და ასე თუ ისე უკვე დაიწყო თქვენი მედიტაცია, ყოველ შემთხვევაში თუ მთლიანად თქვენი სული ისე არ გაცოცხლდა, რომ ინტელექტი მოაქციოს თავის სამსახურში და ასე გამithარდეს მისი სული, ყოველ შემთხვევაში ჩასახვის პროცესში იქნებით ალბათ რა ინფორმაცია მიღებულია, გადაწყვეტით და ამაზე მუშაობთ. ესე იგი თქვენ გამჟღავნების ჩანასახის და გამოსახვის პროცესში იმყოფებით. და როგორც კი თქვენ მთლიანად აღდგება თქვენი სულიერი ურთიერთობა ღმერთთან გაცოცხლდებით, თქვენი ინტელექტი და ამუშავდება სწორედ ამ მიმართულებით. და უკვე ბევრ ამას თავად თქვენ გაარკვევთ. როდესაც უკვე თქვენ სულიერი ხართ, ურთიერთობა ღმერთთან აღდგენილია, რას ნიშნავს ღმერთთან ურთიერთობის აღდგენა? თავიდან ესე იგი, როდესაც ადამი და ევა ურთიერთობდა გამოთხის ბაღში, თავდაპირველი მოდი ვთქვათ, ადგილმდებარეობას, ეს ზღაპრული რო არ იყოს ეს ამბები, მე ტერმინებსაც ცოტა ისეთ სოციალურ შეფერილობით იმას ვიზამ. გავაჯერებ, რომ თლიანად არ გეგონოთ, რომ ზღაპართან გვაქვს ჩვენ ურთიერთობა. იმჟამებელი ადგილი გარემოება, სადაც მოთავსებულიყო ადამი და ევა, ეს ისეთი მდგომარეობა იყო, როდესაც კონტაქტი ჰქონდა უზენაესთან, ღმერთთან, ძალიან თავისუფალი ადამიანსა და ევას. ისევე როგორც თქვენ იზრდებით თუ არა ოჯახში ბავშვობიდან, თავიდანვე დედასთან და მამასთან კონტაქტი ჰქონდა და მე ამის გაცნობიერება ხდებოდა თანდათანობით. ხლა ორი თვის ბავშვი ვერაცნობიერებს ვერავის, ვერც მამას, ვერც დედას. ინსტინქტებით არის დედასთან და ჩხავის და ერთ ამბავშია, მაგრამ თანდათანობითი პროცესია ეს და როდესაც თქვენი იზრდებით, თქვენი გონიერება უკვე და ამასობაში ეგეც იზრდება და უკვე აცნობიერებთ დედებსა და მამასთან ურთიერთობას და ამით თქვენ ხარობთ. ზუსტად ასეთივე რეალური სურათი იყო ადამი და ევას აი დროს, როდესაც ისინი გაჩნდნენ და ასეთი ურთიერთობა ჰქონდათ ზუსტად ასეთი მამასთან. თან სამყაროს შემოქმედთან, პატრონთან, სახლი ვინც შეუქმნათ, პლანეტა დედამიწა თავისი მთელი კეთილდღეობით და რაოდენ კარგით იყვნენ ესენი. ეს იყო იმდენად უშუალო ურთიერთობა, ეს არ არის ზღაპარი, რომ იმიტომ ქვია ამას 64. არაფერზე რო არ ფიქრობ, აი გადატანით მნიშვნელობით 64-ს რას უწოდებენ, ხო იცით, ადგილმდებარეობას ისეთ, სადაც ადამიანი ტანჯვის გარეშე ნებივრობს. დღეს მაგალითად ვერ იტყვის ადამიანი, რომ დედამიწაზე 64, ეს უბრალოდ მეტაფორებით თუ ხმარობენ. მაგრამ ყველა ვინც ამბობს, რომ 64-ში ვარ, ეს იმას ნიშნავს, ნაკლებად იტანჯება. ნაკლებად, მაგრამ ტანჯვაში იმყოფება. ყველა ადამიანი ეს იქნება, თქვა, მდიდარი თუ ღარიბი, მდიდარიც იტანჯება. იმ მდიდრის მოსაპოვებლად მას, სიმდიდრის მოსაპოვებლად ძალიან ბევრი ტანჯვის გავლა უხდება. უამრავი ოპერაციები და თელი ვიღაცა უნდა გადაიკიდოს, ვიღაცა უნდა მოიმდუროს და ისე ვერ გამდიდები. მოკლედ, ტანჯვაშია ის. ასეთი მდგომარეობა არ იყო თავდაპირველად. და როდესაც ეს დაირღვა, აი ამას ქვია კუდომა. და ბიბლიაში რო წერია, მოკვდავ, ეს ტყუილი კი არ არის. აი, კონტაქტი აღარა გვაქვს ჩვენ ღმერთთან, ხო? აღარა გვაქვს სანამ იესო ქრისტეს არ ვიცნობთ. კონტაქტი დაიკარგა და აქ ადამიანი უკვე თავად განაგებს თავის თავს. იგი მოჩვენებითად დამოუკიდებელი გახდა. ესე იგი, ღმერთისაგან დამოკიდებულება მან დაკარგა. იმის გამო, რომ რითაც უკავშირდებოდით ჩვენ ღმერთს უშუალოდ, სული მოკვდა ცოდვის შემოსვლის მომენტალურად. და დარჩით ჩვენ თავის ანაბარა გონია ჩვენ, მაგრამ მთლიანად ავტომატურად გადაეცეს ყველაფერი სატანას. მაგრამ ისე კი არა, რომ დეტერმინირებული ვიყოთ სატანიდან და ყველაფერს იმის კარნახით ვაკეთებდეთ. არა, ინტელექტი სწორედ სამშვენიველის სამსახურში ჩადგა. სამშვენიელი კი ხორცის სამსახურშია პირდაპირ. და აქედან ძალიან დიდი კოზირი სატანას მაღალ დონეზე შეაცდინოს ადამიანი. რწმენა რო დაგვრჩა ჩვენ მარტო ეს რწმენა რო არ ქონდეს დავიღუპებოდით ამის მეშვეობით, უკვე ჩვენ რწმენის მეშვეობით ვინც გონებას სამშვენილის სამსახურიდან ამორთავს, იმიტომ რომ სამშვენელი თავისი იმით ემსახურება ხორცს. და მთლიანად ჩვენ ვართ მშვენიერი ადამიანები, როგორც პავლე იძახის კორინთელებში. ხო გახსოვს, დაყოფილი აქვს იმას სამად ხორცის, სხეული და ის ქართულშიდაც არის იქ სიტყვა ძველი ქართულიდან უკვე იქ დაამატეს მთარგმნელება მშვენიერი. ხო და ასე გამოიყო რუსულში, კარგად არის ეს, ასევე ინგლისურშიც და ასევე გერმანულში. გაცოცხლების ესეთი პროცესი არის, როდესაც ჩვენი მშვენიერი ადამიანი, ხორციელი ადამიანი, გვაკლია მესამე სულიერი და ეს ცოცხლდება იმ შემთხვევაში, როდესაც ცოდვა გამოისყიდება. თუ ცოდვა გამოსყიდული არის და ეს ინფორმაცია მე არ მივიღე, ჩემი ინტელექტის მეშვეობით,
რა თქმა უნდა მე მკვდარი ვარ.